მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ახალ თემატიკას, კულტურა და ხელოვნება რაჭაში. სწორედ ამ თემატიკის ფარგლებში დღეს მე ვიმყოფები ამბროლაურის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ თამაზ დაუშვილთან, რომელთანაც ვისაუბრებთ ამბროლაურის თეატრზე. ბატონ თამაზ, პირველ რიგში რომ მოგვიყვეთ ამბროლაურის თეატრის ისტორია. მოგესალმებით, დიდი სიამოვნებით, რაც მე მახსენდება, ის შემიძლია გითხრათ. ესე იგი, ომის შემდეგ 46 წელს გიგა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა აქ თეატრს და იდგმებოდა ძალიან ბევრი სპექტაკლი. ერთ-ერთი ხევისბერი გოჩა, როგორც წერია, მე არ მახსოვს რა თქმა უნდა და როგორც წერია, ესე იგი ეს ამ სპექტაკლის განხორციელების შემდეგ მიიღო სახალხო თეატრის წოდება ამბროლაური თეატრმა. და ეს მნიშვნელოვანია სხვა თეატრებთან ერთად, რა თქმა უნდა. ხო, და ეს პირველი წოდება იყო ამბროლაურისათვის და მერე მთები გაშალა თეატრმა, როგორც ეს დიდი წარმატება იყო, რა თქმა უნდა, ამბროლაურისათვის, ჩვენი რეგიონისთვის. ხო, და ითქმებოდა ძალიან ბევრი სპექტაკლები. ახლა ყველა ჩამოთვლას ალბათ ვერ შევძლებთ, იყო ერთ-ერთი წარმატებული თეატრი, ამბროლაური თეატრი. და ასე დაიწყო თეატრალური ცხოვრება ამბროლაურში, ჩაერთო მოსახლეობა, მე როგორც ვიცი, ძალიან აქტიური მაყურებელი ყავდა ამბროლაურის თეატრს წლების განმავლობაში. მაშინ იმდროინდელი წყობას თუ განვიხილავთ, პოლიტიკურ ცხოვრების წესს თუ განვიხილავთ, მაშინ ევალებოდა ნებისმიერ საჯარო მოხელეს და არა მხოლოდ საჯაროს, ნებისმიერ მოსახლეს ევალებოდა რა, რომ ვისაც აირჩევდა რეჟისორი, იმას უნდა ეთამაშა აუცილებლად სპექტაკლებში, მონაწილეობა უნდა მიეღო. და ამაზე უარს ვერ ამბობდნენ, ხო, ვერ ამბობდნენ რაღაცების გამო. და მონაწილეობდა ძალიან ბევრი დასში, ძალიან ბევრი მსახიობი, ეგრეთ წოდებული მსახიობი, მოყვარული თეატრის, მოდი ესე ვთქვათ, მოყვარული მსახიობები იყვნენ ძალიან ბევრი, ბლომად იყვნენ. ეს იყო არა ხელფას არ იღებდნენ, მოდი ესე ვთქვათ რა. მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ. მოხალისეობდა, ედგა ესე თითო ადამიანი, რომელიც ესე იგი მონაწილეობდა სპექტაკლებში, თეატრს დაუდგენ გვერდით, ერთ სიტყვით რა. ძალიან საინტერესო. ჩვენ როგორც ვთქვით, ბევრი წელი ძალიან აქტიურად მიდიოდა ამბროლაურის თეატრში პროცესები, რაღაც პერიოდი იყო წყვეტა. ამას მე ვიტყვი, თქვენს მოსვლამდე 2018 წლამდე ამბროლაურის თეატრს საკმაოდ ისეთი პერიოდი დაუდგა, აღარ იდგმებოდა სპექტაკლები, აღარ იყო აქტიური მუშაობა და 2018 წელს ბატონი თამაზ დაუშვილი, რომელიც სულაც არ არის პროფესიით ამიმართულებით, ბატონი თამაზი ყველამ ვიცით არის პროფესიონალი ქორეოგრაფი, ბევრი წელი თბილისშიც, აქაც აქტიურად ასწავლიდა ბავშვებს ამ პროფესიას და ბევრი მოცეკვავე აღზარდა, ჩაუდგა სათავეში ამბროლაურის კულტურის ცენტრს და აი მას შემდეგ რა ხდება, ახლა ამაზე უფრო დეტალურად მოგვიყვებით. ჩამოვარდეს ერთ სიტყვით კულტურის ცენტრი. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? აი ერთია რომ შემოგთავაზეს, მაგრამ ცოტა რთულია ხო ისეთ საქმიანობას მოკიდეთ, რაც თქვენი პროფესია უშუალოდ არ არის. რთული არა, ურთულესია. ჯერ 130 კაციან სამსახურში, როცა არ იცი ეს სფერო, კარგად რო არ იცი ეს თეატრი. არა მარტო თეატრი, ამ ცენტრში არის საბილეთიკო სამსახური, იქ მუზეუმი, ანსამბლები, ბევრი ფოლკლორული ანსამბლები, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლიც და ადმინისტრაცია და ასე შემდეგ რა. მე სანამ აქ დამნიშნავდნენ ამ თანამდებობაზე, მანამდე რამდენიმე წლის უკან მუშაობდი თბილისთან დავდიოდი და ვაზიარებდი ხელოვნებას ბავშვებს რა, ქართული ცეკვის სახით. აი მოდი ასე ვთქვა, 13 წელი ვიმუშავეთ რაღაცა.
დაგვიანებაც კი არ მქონია ამ წლების მანძილზე, ისე დავდიოდი და შემეძლო ვაკეთებდი მართლა მოსავლე ახალგაზრდობისათვის. ხო და მე ნუ ახლა რომ შევხედე, გადავხედე, ახლა არაჩვეულებრივი ანსამბლებია, ეს საგალობელი ფოლკლორი ანსამბლი, ეს იავნანა, მუსიკალური ბენდი კიდევ ყავს, საბიბლიოთეკო სამსახური მუშაობს არაჩვეულებრივად, მუზეუმი თავისთავად და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ასევე. აქ თეატრში რაღაც წვეტასავით მომეჩვენა, რომ რაღაც წვეტა იყო, რაღაც სპექტაკლები, რაღაც რო თქვი რომ მეთქი ერთ სპექტაკლი ვაჩვენოთ, რაღაც არ იყო ესა რა ქვია, წყობში ეს შევატყვე მე და თუმცა ყავს ჩვენი რეჟისორი გელა იციანი, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევს თავს როგორც საბავშვო თოჯინურ თეატრს, ასევე სახალხო თეატრს. ნუ დავიწყე, რა ვიცი, მოვიწვიე რამდენიმე მსახიობი, რეჟისორი მოვიწვიე, მამუკაც ერცვაძე, ერთ-ერთი საუკეთესო. დავიწყე და სპექტაკლები და დიდი აღიარება პოვა, ისევე დაუბრუნდა, თავის კალაპოტში ჩადგა. ხო არის მდინარე, რომ მიანგრევს ყველაფერს და მე პატარა წვიმა შეუშლის ხელს, მე მყავს ეიცვლის. კი. და მე ისე მაინც თავის ყავს რო უბრუნდება. ასე დაუბრუნდა თეატრი პირვანდელ სახეს და საკმაო აღიარება გვაქვს, მე ასე ვთვლი, რა ვიცი და არ იქნება ზედმეტი თუ ვიტყვი, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო ჩვენი სპექტაკლებით, ბამბაზიის სამოთხესზე გავამახვილებდი ყურადღებას. ეცოდა ომის თემაა, მაგრამ ნუ ვერ ავცდებით, ეს ისტორიაა ჩვენი. ახლა ამის შინაარს მოყოლას არ ვაპირე, უბრალოდ ამ ბამბაზიის სამოთხემ ძალიან დიდი აღიარება მოუტანა ჩვენს თეატრალურ დასს. აი ადგილობრივმა მაყურებელმა როგორ მიიღო თეატრის განახლება? ეხლა რაც შეეხება დასწრებას, ამ სპექტაკლებზე დასწრებას. мотивация ზუსტად ამან გამიჩინა, რომ ჩვენი მოსახლეობა, ამბროლაურის მოსახლეობა, ესე იგი ძალიან მოწადინებულია, რომ სპექტაკლს დაესწროს. ძალიან ბევრი ხალხი ესწრება და ეს ძალიან სიამოვნებს და мотивация ზუსტად ეს არის, რომ აქ სპექტაკლები ყოველ წელიწადს ახალი გამოდის და უშვებ ჯერჯერობით ფინანსებიდან გამომდინარე. კარგად მოიხსენებათ, რომ თეატრი ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მოდი ასე ვთქვათ. მოითხოვს სახსრებს, მოითხოვს რეჟისურას, სცენოგრაფიას, მოითხოვს დეკორაციაზე, რეკვიზიტი, რა ვიცი, ძალიან ბევრი ხარჯებია ამასთან დაკავშირებით. და მუნიციპალიტეტმა ძალიან გულთან მიიღო ეს ყველაფერი, ოღონ კარგი სპექტაკლი დაიდგას და თანხებს გამოყოფენ და ნუ მადლობა მათ ამისათვის, რა თქმა უნდა. არასოდეს არ ვქონია 8 წლის მანძილზე არ ვქონია ჩავარდნა. როგორც თქვი, რასაც ვამბობდით, იმას ვასრულებდით მუნიციპალიტეტის დახმარებით, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის და საერთოდ რა ჩვენი. ძალიან სასიამოვნოა ეს გვერდში დგომა, რა თქმა უნდა. ბატონ თამაზ, თქვენზე კარგად ეხა კულტურა ვინ იცის და აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს მოსახლეობისთვის, აი ესეთი რეგიონებისთვის, როგორც რაჭა, აი სულ მიგრაციის პრობლემა გვაქვს ხო, რაჭის ყველაზე დიდი ტკივილი ეს არის, რომ ადამიანები ტოვებენ თავის კერას და სხვადასხვა დიდ ქალაქებში მიგრირდებიან. აი თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა, მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა ამ საკითხზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ესეთ კულტურული და ხელოვნების კერების შენარჩუნებას, როგორც არის სამუსიკო ანსამბლები, თეატრი, ბიბლიოთეკა. თქვენ რა სიტყვით, აი მოსახლეობისთვის ამას რამხელა დატვირთვა აქვს? სულიერი საზრდო, მოდი ასე ვიტყვი მე რა. არ შეიძლება სულ დავუშვათ საქმე აკეთოს ადამიანმა და საღამოთი არ მიიღოს სულიერი სიმშვიდე. მე ასე ვფიქრობ, რომ თეატრი ისევე როგორც სიმღერები, ცეკვები, ეს არის სხვა დანარჩენი ადამიანებისათვის, ვინც არ არის აქ გაწევრიანებული, იმისათვის არის სულიერი საზრდო. ეს აუცილებლობას მოითხოვს. მე ვიცი ქალაქები, სადაც ქალაქების აშენების დროს თეატრი აშენდა და იმის შემდეგ შემოაშენეს უკვე სახლები და კორპუსები. მაგალითად ჭიათურას ავიღებდი ერთ-ერთი, იმიტომ რომ ქალაქთან ერთად აშენდა თეატრი პირველ რიგში რა. და იმ თეატრში მოღვაწეობდნენ ძველი წერლებიც კი წარმოიდგინეთ თქვენ რა. ნუ ეს ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, როგორ შეიძლება
შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გქონდეს, მაგრამ სცენაზე ასამს რო იხილავ, გინდა მოცეკვავეებს, გინდა მომღერლებს, მე სპექტაკლის რო დააგვირგვინებ. ეს თუ სხვა რამე, ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლოს, უბრალოდ პირდაპირ ვამბობ რა. კი ბატონო და ბავშვებისთვისაც, მომავალი თაობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კულტურულ გარემოში ცხოვრება და გაზრდა. ვერასოდეს ვერ იქნება წარმატებულიც და ვერასოდეს ვერ იქნება მუდმივი, თუ ბავშვებს არ დავაინტერესებს. აი ბატონ აზორი ერქომაიშვილი შეეკითხე მინდა ეს გავიმეორო მის სიტყვები, რომ რა ვქნათო, როგორ გადავარჩინოთო ქართული სიმღერაო, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ. იგივეა რა. ცეკვა არის, სიმღერა არის თუ თეატრში მონაწილეობა არის სპექტაკლებში, ეს ბავშვს თუ мотиваცია არ მივეცით, ხო? ჩვენ აქ ვიწევთ. ეხლა მაგალითად ბოლო სპექტაკლზე ცისხლის ცრემლებზე სკოლებში გავაგზავნე მოსაწვევი, მოვიწვიე მე-11 და მე-12 კლასელები, ვინაიდან ეს სპექტაკლიდან გამომდინარე, სპექტაკლის შინაარსიდან გამომდინარე, პატარა ბავშვისთვის თულად გასაგები სპექტაკლია და მოვიწვია და სავსე იყო დარბაზი და მაყოფილებით აი ეს უნდა მეკითხა სწორედ, ესე იგი ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული კულტურულ ცხოვრებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეაში მომავალი თაობა და როგორ არის ამაში ჩაბმული. ყოველწლიურად სულ პატარა სკოლამდელი ასდის დაწესებულებებისათვის ჩვენ გვაქვს თოჯინური თოჯინების თეატრი. კი. გვაქვს, სადაც ახლა ყველა ახალ წელს ვაჩვენებთ ხოლმე რა. და ახლა რა თქმა უნდა ელოდებიან ამ ახალ წელს ახალი სპექტაკლის გამოშვებას ბავშვებისათვის და აუცილებლად ექნებათ ეს სიამოვნება პატარებს. გარდა თოჯინური თეატრისა, ჩვენ რამდენიმე სპექტაკლი განვახორციელებთ მოწვეული რეჟისორის მიერ დავდგით მოსწავლეთათვის სპექტაკლები. და იქაც მე პირდაპირ გეტყვით, რომ იქაც დარბაზი იყო სავსე. ფასიანი ბილეთები იყო, ერთხელ გავსინჯეთ რა, ესე მოსინჯვასავით გავაკეთეთ, აბა თეატრი უყვარს ხალხს თუ ისე რომ მიიწვევ თუ აი ფულიც გადახდას შეუძლია. რომ ფული გადაიხადოს, ხო? ამ სიამოვნებისთვის რომ მიიღოს სიამოვნება, ხო და აი სხვაობა ვერ ვნახე, ვერანაირად, გინდა ნებისმიერი თანხა იყოს ბილეთის ფასი, მაყურებელი მოდის ავსია. როგორც მოგეხსენებათ, მოცეკვავე ვარ სპეციალობით და 35 წელი ვიმუშავე თბილისში შავნაბადა მე ჩამოვაყალიბეს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლია. და თეატრთან ახლა შეხება მე მქონდა, რა თქმა უნდა, ვესწრებოდი მარჯანიშვილში, დავდიოდი ხშირად. და მაინტერესებდა რა, მაგრამ ეს სპეციფიკა არ ვიცოდი მე და თეატრთან მუშაობა ცოტა რთული არ არის ასე ადვილი რა. იქ ძალიან ისეთი შერჩევითი არის ყველაფერი, აი თუნდაც მსახიობები, თუნდაც გარემო, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ინფრასტრუქტურა ჭირდება ძალიან მოწესრიგებული და ძალიან სხვანაირი. ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია თეატრი. მე ამის მნიშვნელობაზე თავში მოგახსენეთ, მაგრამ კიდე გეტყვით, რომ შეიძლება ბევრ რამე გქონდეს, ეს არის კულტურის ცენტრია ჩვენი, ხო? აი თეატრის გარეშე ვერ იქნება რა კულტურის ცენტრი რა, იმიტომ რომ თეატრი ალამაზებს ყველაფერს. ირგვლივ გარემოსაც ალამაზებს, აი პირდაპირ გეუბნებით რა. აფიშას რომ აი სპექტაკლი ესა და ეს რომ გაიკრება უკვე და ეს იცი შენ რომ ხალხი უკვე აქტიურობს რომ დაესწროს ამ სპექტაკლზე, ეს აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათელია რა. იმიტომ რომ მე ზუსტად ციფრით შემიძლია მოგიყვანოთ გასულ წელს ჩვენ მაყურებელი ყავდა გასულითაც და ადგილზეც ყავდა 22,000 მაყურებელი იყო სულ დაესწრო რა. რაც ჩვენ სპექტაკლები ჩაგვიტარებია ერთი წლის განმავლობაში. როგორც საბავშვო, ასე თოჯინურზე გასულითი მქონდა ჩვენ სპექტაკლები, არაერთი. სხვადასხვა სისხლის ცრემლები დავდგით ჩვენ. იცით რა არის, პირველი გამიშდა სურვილი და მოვიძიე ადგილობრივი შემოქმედი ადამიანების წერილების თუ კი ვინმეს ჰქონდა პიესა. ისეთი, რომელიც შეიძლება სცენოგრაფია გაუკეთებია იმ პიესის მიხედვით. და აღმოჩნდა ადგილობრივი გეწაძე, რომელიც გარდაცვლილია მწერალი პოეტი,
ყოფილა ასეთი და ეს სისხლის რემლები ჰქონდა დაწერილი და ეს სისხლის რემლები ეს სპექტაკლი განახორციელე რუსთაველის თეატრში ჰქონდა პრემიერა. იმის შემდეგ მე მოყვა და ჩვენ მე რომ მოვედი რამდენიმე სპექტაკლი იყო და განვაახლეთ ის სპექტაკლები ქართული დრამატურგიიდან უბრალოდ ჩვენ ქართული დრამატურგიას ვახორციელებთ ერთ სიტყვით რამდენიმე სპექტაკლი გავიმეორეთ რომელიც იყო ბატონი გელაისიანის რეჟისორობით დადგმული ეს განვახორციელე გავიმეორეთ განაახლეთ ხო? ხო, განვაახლეთ, პატარა რაღაც შეტანილია ცვლილებები რაღაცები, ქართულ დრამატურგიაში შესაძლებელია სულად იმხელა საშუალება გვაქვს ამისა. და მე ესე იგი ბავშვებთანაც თოჯინურიც და სახალხო თეატრთანაც დაახლოებით 10-12 სპექტაკლი გვაქვს დადგმული რა. თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში. 10-12 სპექტაკლი გვაქვს განხორციელებული, დიახ. ასევე როგორც ვიცი, მოწვეული დასებიც ყავთ ხოლმე ხო თქვენ? წელს ჩავატარეთ თეატრალური ფესტივალი, პირველი თეატრალური ფესტივალი არასოდეს არ ჩატარებულა ამბროლაურის რაიონში. არასოდეს პირველი ჩავატარე, მე ხვდა წილად რომ მე ჩამეტარები ალბათ. ხო და მე ჩავატარე ეს თეატრალური ფესტივალი 8 თეატრმა, სახელმწიფო თეატრმა მიიღო მონაწილეობა. აქაც ხალხი ყოველ დღე იყო სპექტაკლები და ასლანგი იყო სრული ყველა სპექტაკლებზე. მოწვეულები იყვნენ ოზურგეთის სახელმწიფო მარჯანიშვილი და სახელმწიფო თეატრები ბევრი რა. მე აღარ მჯერა. ომს თავის კანონები აქვს ოდო. არც მე ვიყავი გამონაკლისი. მეც დავკარგე შვილი. დავკარგე მანამ სანამ დედა გავხდებოდი. დავკარგე იმ ბოლოთებზე რომელსაც გამოვყენოთ. მე ექიმი უნდა ყოფილიყავი. მე კარგი ექიმი ვიქნებოდი. მე ექიმი უნდა ყოფილიყავი. აღარ მჯერა რომ ისე ვნახავ მწვანე ჰორიზონტს. არც იმის მჯერა რომ ოდესმე შევეგუები ამ გაბოროტებულ ქალაქს. მე კი აღარ მჯერა რომ პურისა დაარსებობისთვის წამება ოდესმე დასრულდება. არ მჯერა რომ როცა ახსენებენ სიტყვას ღირსება, ნე არ შემწუხება. როგორც ახლა თვალს რომ ვარდებ მათ, ვისაც უკვე როგორ ვერ ვისწავლეთ სწორედ ქუჩაში ვაჭრობა. ჩვენ ხომ ქუჩაში ვაჭრობთ. უკვე მე რამდენი წელია შემიძლია რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ჩვენ ისევ ქუჩაში ვდგავართ, ისევ იქ, სადაც ადამიანებს მხოლოდ პირობით ათქვიათ ადამიანები. არ მჯერა რომ ოცნება როდესმე დასრულდება. არც იმის მჯერა რომ ოდესმე დავბრუნდები. და როცა ოცნება მთავრდება, სიცოცხლეც სრულდება. სიცოცხლეც მთავრდება. და აქ აღარაფერი არსებობს. აღარაფერი სიკვდილის გარდა. ჩვენს მუშაობას წყვეტს მაყურებელი. ანუ რო დადი ერთი სპექტაკლი, მაყურებელი მოვიდა, ესე იგი აინტერესებს. არის მოთხოვნა და ეს мотиваციასაც აძლევს დასწრებას. მოთხოვნა არის ძალიან დიდი, უდიდესი, შემიძლია თქვა რა, გულიწრებას კიდევაც რომ პატარა დარბაზი გვაქვს და ბევრს ვერ იწევს ჩვენი დარბაზი ბევრ მაყურებელს. გარდა მაგისა, თეატრისთვის არ არის გაკუთვნილი ეს შენობა, იმენაირად აკუსტიკური კედლები არ აქვს ჩვენ, ნაგლებია და მოგეხსენებათ, რომ სპექტაკლს არ ჭირდება მიკროფონი და ხო, ამიტომ ჩურჩულიც კი უნდა ესმოდეს დარბა პარტერში მაყურებელს. ეს არ არის. რემონტზე გადის, მე ამასაც დავძეთ, თუ შეიძლება რომ თქვა ეს 25 წლიდან გადის რემონტზე, ალბათ 1-3 წელიწადი გადაინაცვლებს თეატრის სხვა შენობაში. ხო, და ეს უნდა მეკითხა, ხო არ ექნება წვეტა ისევ ალბათ არა, წვეტა ნამდვილად არ ექნება თეატრ, ჩვენ სადაც არ უნდა იყოს, ერთ ოთახში რო იყოს, იქ სპექტაკლს დავდგავთ. და უბრალოდ ჩვენების პრობლემა შეიძლება გქონდეს, მაგრამ გვაქვს ჩვენ
კულტურის სახლები სოფლებში, აი მაგალითად კვაცხუთში, ჭრებალოში გვაქვს, სადაც შეიძლება მინი სპექტაკლები გამოუშვათ და ანუ მაყურებელი ხო, ასეთი მაყურებელი არ მოწყდეს გავაკ ამ მაყურებელი, პერიოდის კი. განმავლობაში ამ თუ არ მოწყდეს მაყურებელი თეატრს. სამაგიეროდ მე ძალიან გაახლებულ და კარგ შენობაში დაუბრუნდება. დაუბრუნდება მაყურებელი განახლებულ შენობაში, მე ამის იმედი მაქვს ძალიან დიდი. რა ჩამოთვალოთ? სამომავლო გეგმებზეც რო გითხრათ ორი სიტყვით, ხო? ძალიან კარგია, ძალიან სასახარველოა ეს აქტიურად რომ მიდის პროცესები და იმ მომავალში რას გეგმავთ როგორც ხელმძღვანელი? სამომავლო გეგმებში ვფიქრობთ კიდევ რომ 2026 წელს დავდგათ ახალი სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი მიიღებს. აი რჩევის პროცესში ვართ, რა ჟანრის უნდა იყოს ეს, მაყურებელიდან გამომდინარე, მაყურებელს არ არჩინებს ჟანრი, თორე კიდე დაუბრუნდები სისხლის ცრემლები იგივე და გინეს ბამბაზის 64 ძალიან ძიმე საყურებელი სპექტაკლი იყო და მიუხედავად ამისა, ახლა ვფიქრობ მაინც კომედიური ჟანრის სპექტაკლი განვახორციელოთ. და საქმე რაშია, იცით? ჩვენ განვიცდით მსახიობების ნაკლებობას. მოყვარული თუნდაც მოყვარულების ნაკლებობას. მე თქვენი ეთერი საშუალებით კიდე მინდა რომ განვაცხადო, რომ ვისაც აქვს სურვილი, თქოს მობრძანდეთ და გავაძლიეროთ თეატრალური დასი ამბროლაურის. ამის ყველა საშუალება გვაქვს ჩვენ და დავისწავლოთ ანაზღაურებაც იქ ექნება, ოღონდ კიდე რამდენიმე ადამიანი დავიმატოთ ჩვენ გვინდა აუცილებლად დასში რომ იყოს უფრო ძლიერი და უფრო ძლიერი როგორც ეკადრება მის უდიდებულესობა ამბროლაურის მაყურებელს. ძალიან კარგი სიახლეა, თუ ვინმეს გაქვთ ნიჭი, თვლით რომ გაქვთ სამსახიობო ნიჭი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ემსახუროთ საყვარელ საქმეს, აღმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები და განავითაროთ უფრო მეტად, აქ დაგეხმარებიან პროფესიონალები და თან ძალიან კარგ საქმეს გააკეთებთ თქვენი რეგიონისთვის. და ბატონო თამაზ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვენ ფესტივალი ახსენეთ, რომელიც წელს იყო, აი ეს ფესტივალი ერთჯერადად ჩატარდა თუ ამას ექნება ყოველწლიური სახე სამომავლოდ, აი ამ მიმართულებით ეცოდეთ. ყოველწლიური სახე ექნება, მე ესე ვფიქრობ, დამოკიდებული ეს ფინანსებზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაზე, გუბერნიაზე, საგრებულოზე და ძირითადად აი ხელმძღვანელობაზე დამოკიდებული თუ მოგცემენ უფლებას, რომ ჩავატაროთ კიდევ. იმედი გამოთქვეს და მაქვს იმის სურვილი, რომ სურვილიც მაქვს და იმედიც მაქვს, რომ ჩავატაროთ მომავალში. სურვილი არის, რაც თქვავარია თქვენი მხრიდანაც, მაყურებლის მხრიდანაც და იმედია, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. კი, ვეცდები. მადლობას გიხდით ამ ყველაფერთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურული მიმართულებით და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებთ თქვენ დასს და ზოგადად თქვენ საქმიანობას. მადლობას მოგახსენოთ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა.